ცოტა მოწყენილი ვარ, იმიტომ რომ არ მინდა წასვლა. წინასწარ ვიდირე უკვე. ძალიან მომეწონა ყველაფერი და თქვათი მიხედე. კიდე მინდა როგორ აზრზე ხარ წასვლის წინ? ვიდეოს მაგრამ დღეს დავასრულეთ კიდევ ერთი ბანაკი, სადაც გალიდან ჩამოსულ მოსწავლეებს უმასპინძლეთ თბილისში. ბანაკის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიც არის პროფორიენტაცია, კარიერის დაგეგმა, რაც მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური არის. გარდა ამისა, უტარდებათ შეხვედრები ფინანსურ წიგნიერებაზე, თუ როგორ მართონ პირადი ბიუჯეტი, ვასწავლით როგორ გაარჩიონ სწორი და არასწორი ინფორმაცია ერთმანეთისგან, ან დაიცვან საკუთარი თავი ციფრული რისკებისგან, რაც დღეს საკმაოდ მრავლად არის. ასევე გვაქვს შეხვედრები თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მიმართულებით და რაც ბანაკებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს მონაწილეებსაც ყველაზე მეტად მოსწონთ, რა თქმა უნდა, არის შემეცნებით და გასართობი აქტივობები. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში კვლავ ათასობით მოსწავლეს არ აქვს წომა კომპიუტერს და ინტერნეტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რიგით მოქალაქეებთან ერთად ბიზნეს კომპანიებიც იყვნენ ჩართულები. და გვიხარია ხოლმე, როდესაც კომპანიები მოდიან კითხვით, თუ რა ჭირდება პროექტს, რა არის იმ მომენტისათვის გადამწყვეტი და სწორედ ამას ეფუძნება ხოლმე ჩვენი თანამშრომლობა. ძელვადიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითი არის Zoom-ერთან ჩვენი მეგობრობა. Zoom-ერის ორბიტაზე მყოფ ადამიანებს ერთსულოვნად გჯერა, რომ თანაბარი წვდომა განათლებაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლება და არა პრივილეგია. სწორედ ჩართეს დახმარებით შეგვიძლია, რომ უზრუნველყოთ ახალგაზრდები არა მხოლოდ ტექნიკით, არამედ მათ მივცეთ შესაძლებლობა და ჩავერთოთ ისეთ ინიციატივებშიც, როგორიც არის მაგალითად ტრენინგები მათთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ბანაკის დღეებში, იმიტომ რომ ექსკურსიაზე მივდივართ ძველ თბილისში. მეტროში ვინ არის პირველად ხელი აწიეთ? თბილისშიც პირველად. ხო და ეხლა ძალიან მაგარ რაღაცებს ნახავთ. ბანაკების ორგანიზების პროცესში ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ და სწორედ ისინი მასპინძლობენ ხოლმე და ხდიან ჩვენს ბანაკებს კიდევ უფრო საინტერესოს. მაგალითისათვის გვაქვს თბილისის ტური, სადაც ჩვენი მონაწილეები ეცნობიან დეტალურად ძველი თბილისის ისტორიას. ასევე კარტინგები, რომელიც ყველაზე კარგი გასართობი აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ქონდა შემთხვევა, როდესაც თავად ტენეს დამფუძნებელი ეხდა ჩვენს მოსწავლეებს, ესაუბრა დღევანდელ მდგომარეობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე. წიბახამაც გვიმასპინძლა სამაგიდო თამაშების სივრცეში და მრავალფეროვანი აქტივობები შემოგთავაზა. გალში მცხოვრებ მოსწავლეებს ბანაკის ფარგლებში ასევე ვუზიარებთ ხოლმე ონლაინ პლატფორმებს და შესაძლებლობებს, სადაც შეუძლიათ მიიღონ განათლება და პარალელურად დასაქმნან დისტანციურად. Τσι მანგარა მეწონეს թե დღალებ ნამ გვატარით ბანაკის და ვუსურვენ დიდ წარმატებას ჩართეს. გეხარით.